ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება, პარალელურად კი პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში გადადის. მიუხედავად ამისა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას შიდა ქართლში მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია. ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოში ამბობენ, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ისინი ძლიერ და უკონკურენტო კანდიდატებს წარადგენენ, რაც შეეხება მათ კონკურენტებს, მარლენ ნადირაძის განმარტებით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ველოძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიაში ამ ეტაპზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა TV მონიტორინგისთვის ცნობილია, რომ გურში მათ საერთო კანდიდატი ეყოლებათ. ქართულმა ოცნებამ საქართველოს მასშტაბით გასწრებულად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, გორით უერთდება ფერხულს და წინასწარი მომზადებაც ქონდა უკვე წინამძღოლობა წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ისევე როგორც სხვა წლებში წერს განსაკუთრებული მოტივაციით წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია, ჩართული იქნება მთლიანი აქტივი ქართული ოცნებისა და იმ გეგმით, რითაც მივდივარ და რა ვალდებულებებიც აქვს ქართული ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ალალად მივალთ ამორჩევლამდე და იმის გამოწვევები კიდე რაც არის დარჩენილი, აუცილებლად გეგმა ზომიერად გვექნება განსახორციელებელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს ამორჩევის უპირობო მხარდაჭერისა, მოწესრიგებას მიიღება განსაკუთრებით რადიკალური ფრთა ამ ოპოზიციისა. მათი შანსებიც ბევრს ვერაფერს ვერ წარმოადგენს. გარკვეული მხარდაჭერა ალბათ ექნებათ, ძირითადად ვიწრო აქტივის მხრიდან. მეტის დარწმუნებას ვერ ახერხებენ ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობისა და ამორჩევლისა ზოგადად ქართულ ოცნებას დიდი უპირატესობა ექნება. არჩევნებზე ოპოზიციის შანსები თითქმის ნულის ტოლია, იმიტომ რომ თავისი წარსულით, თავისი ოპოზიციაში ყოფნის დროს მთლიანად გაანულეს ხალხის დამოკიდებულება და პრინციპში ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას არც ელაპარაკებიან. რაღაც თავიანთი კამპანია აქვს, რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი და იმათ ერთ წრეში ტრიალებენ. ამიტომ არჩევნები ეგრე ვერ იგება, არჩევნები უნდა დაელაპარაკო საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც არ უნდა წლების მანძილზე არც ერთხელ არ დაუჭირა ოპოზიციას მხარე, ამ ოპოზიციას. ამიტომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნული შანსი აქვს ოპოზიციას რაიმე ნორმალური მიღწევის არჩევნებში.